აკადემიის ხარისხით, ასევე დანიშნის წესს არის თუ არა გარკვეული შეზღუდვა უმაღლეს სასწავლებლებისა, როდესაც პრემიერი წარადგენს რექტორობის მოვალეობის შემსრულებლად. ამ კანონპროექტს აქვს ორი პრობლემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გახდეს დისკუსიის ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტაში, ამ დისკუსიაში ჩაერთონ თვითონ რექტორები. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩაერთოს დისკუსიაში ადამიანი, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ პირადად, ბატონი გია დვალი, რომელმაც დაწერა კონცეფცია განვითარების. საინტერესო არის, რომ მისგანაც რექტორებისგან მივიღოთ ინფორმაცია, რამდენად მათთვის მისაღები არის, რომ მთავრობამ დანიშნოს მოვალეობის შემსრულებელი. პირველი პრობლემა, რომელსაც გააჩნია ამ კანონპროექტს, ზუსტად არის ეს, რომ მთავრობა, ანუ მინისტრი წარუდგენს კანდიდატურას და პრემიერ-მინისტრი ნიშნავს მოვალეობის შემსრულებელს. ეს, რა თქმა უნდა, დროებითია, მაგრამ დაკნინება აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების და მნიშვნელობის. უნივერსიტეტებს, ყველა უნივერსიტეტს მართავს აკადემიური საბჭო, სადაც შედიან საბჭოები, სადაც შედიან ყველაზე გამორჩეული მეცნიერები, სადაც შედიან ყველაზე გამორჩეული და ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესორები ამ თუ იმ კონკრეტულ უნივერსიტეტისთვის. ამ კანონპროექტით დროებით ხდება დაკნინება ამ აკადემიური საბჭოს. მე მესმის არგუმენტი, რომ ეს არის დროებითი და მე აკადემიური საბჭო აირჩევს, მაგრამ მე მინდა დავსვა ესეთი საკითხი. ჩვენ ცხოვრობთ საქართველოში, მე ვიყავი 4 წლის განმავლობაში მინისტრი და ძალიან კარგად ვიცი, რომ ნებისმიერი მინისტრისგან, პრემიერ-მინისტრისგან ნებისმიერი პოზიციის დაფიქსირება ზოგი ადამიანისთვის საქართველოში ეს არის როგორც მოტივატორი ქმედებებისთვის. ანუ მე რას ვამბობ, როდესაც პრემიერ-მინისტრი მინისტრის წარდგინებით დანიშნავს მოვალეობის შემსრულებელს, ბევრი ადამიანისთვის ეს იქნება ნიშანი თუ ვის მიმართ სიმპათია არსებობს კონკრეტულად მთავრობაში. მე მგონი გასაგები ენით ავხსენე. მეორე პრობლემა, რომელიც არსებობს, ეს არის ხარისხის მოთხოვნა დეკანთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია, როდესაც ბევრი დისერტაცია იწერება ქვეყანაში. მაგრამ დისერტაციას და ხარისხს აქვს მნიშვნელობა მაშინ, როდესაც ეს კეთდება მეცნიერისთვის და არა თანამდებობისთვის. როგორც ჩვენ დავიწყებთ ამის გაკეთებას თანამდებობებისთვის, ჩვენ დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში, როდესაც მთავარი იყო, რომ არ ქონდა მნიშვნელობა რაზე იქნება დაცული დისერტაცია, მთავარი ქონოდა დისერტაცია, ისეთუს რომ დაიკავო რაღაცა თანამდებობა. ეს ამ ნაწილში პრობლემა არ იქნება ისე ტრადიციულ ფაკულტეტებზე, როგორც არის ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, სადაც შეუძლებელი არის, რომ ადამიანი დეკანი დანიშნო, ვისაც არ აქვს ხარისხი, იმიტომ რომ ყველა მეცნიერი ამ დარგში მუშაობს წლების განმავლობაში. მაგრამ ეს შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს მოქნილობასთან დაკავშირებით ახალ ფაკულტეტებს. მაგალითად, პრობლემები ექნება ჟურნალისტიკის ფაკულტეტს, პრობლემები ექნება IT და იმ ფაკულტეტებს, რომელიც თქვათ პირობითად არ აქვს ძალიან დიდი ტრადიცია, მაგალითად IT-ს ძალიან დიდი ტრადიცია საქართველოში და რომელიც ძალიან დინამიურად ვითარდება. და მესამე პრობლემა, რომელიც არის, ეს არის ჩარევა უკვე კერძო უნივერსიტეტების საქმიანობაში. იმიტომ რომ ეს კანონპროექტი ადგენს წესს არა მარტო სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის, არამედ კერძო უნივერსიტეტებისთვის. თქვენ ამ კანონპროექტით სახელმწიფო ეუბნება კერძო უნივერსიტეტის მეპატრონეს თუ როგორი უნდა იყოს მისი დეკანი და ჩვენ გვაქვს ვაუჩერული და გრანტების სისტემა, როდესაც ბავშვი თავისი გრანტით ხმას აძლევს ამა თუ იმ უნივერსიტეტს, ხო? ბავშვები ხო თვითონ ირჩევენ, რომელ უნივერსიტეტში წავიდნენ. თუ მათ მოსწონთ, თუ როგორ არის აწყობილი, მაგალითად ბენდუქიძეს თავისუფალი უნივერსიტეტი, ისინი იქ მიდიან. თუ მოსწონთ, როგორ არის აწყობილი თესეუ, მიდიან თესეუში და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის სამი პოტენციური პრობლემა, რომელიც მოგვარებადია, მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ ჩაერთონ რექტორები, კითხოთ იმ 57 უნივერსიტეტის რექტორს, რომელიც არსებობს საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ ჩაერთოს გია დვალის კომისიამ, რომელმაც გააკეთა კონცეფცია განვითარების და გამოთქვას თავისი მოსაზრება, რამდენად შესაძლებელია, რომ მთავრობამ დანიშნოს მოვალეობის შემსრულებელი, რას ჩემთვის მართლა გაუგებარი არის, რატო ესეთ შარში მაპატიეთ ჟარგონისთვის უნდა გაახვიონ ახლა პრემიერ-მინისტრი დანიშნით მოვალეობის შემსრულებელი. აი რა არის ამის უკან,
ცოტა გაუგებარი არის. ანუ აკადემიური საბჭო დროებით აირჩევს მმართველს, არსებული კანონით, რექტორს, რომელიც მე იქნება არჩეული უკვე ჩვეულებრივად, ხო? როდესაც ხდება, თქვა რექტორი ერთი წავა, მეორე მოხდა. რატო გინდა თუ არა ეს საშარო საქმე უნდა აკიდონ პრემიერ-მინისტრს, ჩემთვის მართლა გაუგებარი არის. აქო პრობლემა თვითონ მოქმედება როგორ ის არის, იცით, მაშინ შეკითხო მე იარაღს დავდოთ მაგიდაზე და ჩვენ ვიკამათებ და მე თქვენ გეტყვით მე არ გესურვით. მაგრამ იარაღი იდოს რა მაინც აქ მაგიდაზე. რა იცი, ხო რა მოხდება? იდოს რა აქ იყოს. მაგრამ რისთვის ეს კეთდება? თუ არავის არ ცვლით, მაშინ რატო? აი ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ხო აქვს, მაგალითისთვის გეტყვით. CP-დან უნივერსიტეტები იყო CP, მერე გახდნენ IP. ბევრი ადამიანისთვის გაუგებარია რა შაშკინვა გააკეთა, რა სისულელე CP იყო, IP იყო, რა არის CP, რა არის IP, ისიც ვერ გაიგო ხალხმა, ხო? მაგრამ გაკეთებული იყო რატო? ძალიან მარტივი იყო. რექტორები მოვიდნენ ჩემთან და თქვეს, რომ თქვენ ხო გინდათ, რომ ჩვენ შევქმნათ Centers of Excellence, ანუ ჩვენ შევქმნათ ინკუბატორები, სადაც განვითარდება მეცნიერება. როგორც CP, მე ამის უფლება არ მაქვს, კანონით მეზღუდებ. ჩვენ რექტორებს დაუჯერეთ და გადავიყვანეთ IP-ზე, რომ IP აძლევს შესაძლებლობას, მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ დააფუძნოს თვითონ ეს ეწოდებული ინკუბატორები, ბიზნეს ინკუბატორები, სადაც რასაც გამოიგონებენ მეცნიერები, მერე იქნება შესაძლებელი მაგისი განხორციელება. ანუ მარტივად რო ვთქვა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირობითად არის ძალიან ძლიერი ბიოლოგი, რომელმაც გაანკეთა დიდი გამოგონება. ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი, მაგრამ გამოგონება სჭირდება განვითარება. ხო, იდეა თუ ღირს $10, იდეის განხორციელებით, ანუ გეგმა განხორციელებით უკვე იღირება $1000. და იმისათვის რომ იდეა არ გაყიდონ, ანუ პოლუფაბრიკატი არ გაყიდონ, უნივერსიტეტებს მივეცით უფლება, რომ თვითონ შექმნან ინკუბატორები, დაამუშაონ ეს იდეა, ანუ მზა პროდუქტი შექმნან და მერე მზა პროდუქტი გაყიდონ და რასაც მოინგებენ ამით, უნივერსიტეტში დარჩეს. ვინმე კი არ წაიღოს ბიზნესმენმა. უნივერსიტეტში დარჩეს იმისათვის, რომ მეცნიერება განვითარდეს. აი ეს იყო ბიზნეს ინკუბატორის იდეა და მხოლოდ IP შეიძლება ამის გაკეთება. სამწუხაროდ სიტუაცია გვაქვს ძალიან რთული. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი მოქმედებს თავისი გეგმით. მიუხედავად იმისა, რომ ახალმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა აუწოდა ხელი რუსეთს, შეცვალა რიტორიკა, ცადა ისეთი პირობების შექმნა, რომ რუსეთი წავიდეს დიალოგზე, მიუხედავად ამისა, პასუხი რუსეთის არის ერთი და იგივე. როგორც პუტინი უკვე არაერთხელ ამბობს, ქართველები გვიყვარს, მაგრამ საქართველოს გარეშე. მე სამწუხაროდ პანაცეა არ არსებობს, დამალე არ არსებობს, ეხლა ამ წუთისთვის როგორც მინიმუმ ეს პრობლემა მოგვარდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ფუნდამენტალური სხვაობა რუსეთთან ჩვენ მომავალთან დაკავშირებით. რას გულისხმობ მე? როგორც პათეტიკური არ უნდა იყოს, საქართველო არის საშიში რუსეთისთვის, როგორც სიმბოლო თავისუფლების. საქართველო არის საშიში რუსეთისთვის, როგორც ქვეყანა სიმბოლო, რომელიც შეიძლება გაზის, ნავთობის გარეშე მიაღწიოს ძალიან ბევრ რამეს. ანუ ეს ცოცხალი მაგალითია, რუსეთში ხო თავის მოსახლეობას რუსული იდეა სახელმწიფოებრივ ეს არის, რომ ეუბნებიან, რომ კორუფციის გარეშე ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ. ნავთობი, გაზზე ვარ დამოკიდებული და ასე შემდეგ. საქართველო აჩვენა, რომ შეუძლია ამის გაკეთება. მაგრამ აქ ფუნდამენტალური სხვაობა ჩვენ შორის, ჩვენი სახელმწიფო იდეის შორის და რუსეთს შორის არის ის, რომ
ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა, რუსეთს უნდა რომ ჩვენ ვიყოთ გუბერნია. აი ეს პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს იმის გარეშე რომ ჩვენ ავადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, არის მართლა მე არ მაქვს სამწუხარო წამალი და როგორც ჩანს, სანამ რუსეთში არ შეიცვლება იდეოლოგია, სანამ რუსეთში არ შეიცვლება სახელმწიფოებრივი მიდგომა საქართველოს მიმართ, ანუ ქართველები საქართველოს გარეშე, ეს არის მათი მიდგომა, ქართველები გუბერნიაში, რუსულ გუბერნიაში, მანამდე ამ პრობლემის გადაწყვეტა ძალიან რთული იქნება. აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება არის. მე ჩემი მინისტრობის დროს მოვასწარე არანორმირებულზე გადაყვანა სპეცდანიშნულების ძალების. მე არ ვთვლი რომ სწორი არის, როდესაც ნორმირებული კვება აქვს ჯარს, იმიტომ რომ ჯარში არის ბევრი სხვადასხვა ადამიანი. ერთ ადამიანს სჭირდება X რაოდენობა საწმლის, მეორე ადამიანს შეიძლება სჭირდებოდეს X გამრავლებული ორჯერ. შემდეგ შეიძლება ის გამრავლებული სამჯერ და ასე შემდეგ. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, ძალიან სწორია. ერთ-ერთი რაზეც ვნანობდი ყოველთვის რომ ვერ მოვასწარი მთელი ჯარში არანორმირებულზე გადაყვანა მთლიანად ჯარის, მე გადავიყვანე თავის დროზე სპეცდანიშნულების ძალები, ეს იყო დაახლოებით 2000 კაცი. რაც შეეხება მოწამვლას, ეს პრობლემა ძალიან რთულია და ზაფხულის პერიოდში გართულდება. სამინისტრომ ძალიან ბევრი რამ უნდა გაანკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ხარისხი. ეს არის თავი. თვითონ კვების კომპანია, რომელიც კვებავს ჯარს, ეს არის სახელმწიფო კომპანია. ეს ეწოდებული სიპი. ის არ არის აუთსორსინგით კომპანია. ამიტომ მე მაგალითად ვარ მომხრე, რომ იყოს საერთოდ აუთსორსინგი. ანუ, როდესაც კერძო ბიზნესი შემოდის და ის კვებს, როგორც ადრე იყო, თქვენ თუ გახსოვთ, არ მახსოვს სახელი, გეგენავას კომპანია იყო, რომელიც კვებავდა food service, მე მგონი არ მახსოვს, რომელიც კვებავდა. მე ყოველთვის ესეთ საქმიანობაში ვარ აუთსორსინგის მომხრე, იმიტომ რომ როგორც სახელმწიფო კომპანია მოქნილი არ არის და ბევრი ნიუანსი არის რთული. ეს უკვე მინისტრის განსაცდელია, მაგრამ ეს პრობლემა დგას. ჩვენ პერიოდშიც იყო პრობლემები, ანუ ზუსტად ესევე ტარდებოდა გამოძიება, იყო შემთხვევები მოწამვლის, ამას არ დავმალავ, იმიტომ რომ როდესაც სახელმწიფო ზუსტად ამიტომ ჩემს წინაშე იდგა ეს დილემა, მე ვაპირებდი უკვე 2013 წლიდან გადაყვანას აუთსორსინგზე, რომ ეს არ ყოფილიყო სახელმწიფო კომპანია. მე ვარ ჩემი იდეოლოგია არის ნეოკონსერვატიზმის მემარჯვენეობის იდეოლოგია და მე ყოველთვის მომხრე ვარ აუთსორსინგის ბიზნესის შემოყვანის და არა სახელმწიფო კომპანიების აშენების. სადაც არის სახელმწიფო კომპანია, ყოველთვის არის კორუფცია, სადაც არის სახელმწიფო კომპანია, ყოველთვის არ არის მოქნილობა. ჩემი აზრით ნებისმიერი ფორმატი განსაკუთრებით ესეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის როგორც არის უსიშროების საბჭო უნდა იყოს ბოლომდე გამოყენებული და მაქსიმალურად გამოყენებული. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება რამდენიმე თვეში. მანამდე საქართველოს პრეზიდენტი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი რესურსი საერთაშორისო თვალსაზრისით იმისათვის, რომ ამ პერიოდშიც გაკეთდეს ბევრი კარგი საქმე ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემი აზრით, ახალმა მთავრობამ მაქსიმალურად ეს რესურსი უნდა გამოიყენოს. დიდი მადლობა. ამდენი ვილაპარაკე და კადრები არ გეხო.
პარლამენტის